ახალი წლის წინა ჯადოსნური ღამე. ანას ძალიან უყვარდა შობა. მოციმციმე შუქები, ცხელი შოკოლადი და აგიზგიზებულ ბუხართან ბებოს მოყოლილი ზღაპრები. მაგრამ კიდევ უფრო განსაკუთრებულად ახალი წლის წინა ღამე უყვარდა. გეგონება ცარიელ წიგნს შლი. ხშირად ეუბნებოდა ხოლმე ბებო. წიგნს, რომელიც მზადაა იმისთვის, რომ თავად გაავსოს სიხარულით, ოცნებებითა და თავგადასავლებით. ამ საახალწლოდ ანას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ელოდებოდა. ბებია ხშირად უყვებოდა ხოლმე გოგონას ამბავს დროის ფერიაზე, ჯადოსნურ არსებაზე, რომელიც სამყაროს ყველაზე ძვირფას საგანძურს, დროს იცავდა. ის მხოლოდ მათ სტუმრობს, ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს. მრავლის მთქმელად და თვალების ციმციმით ჩაუჩურჩულებდა ხოლმე ბებია ანას. იმ ღამით ანა თავისი საძინებლის ფანჯარასთან იჯდა და მინას სუნთქვით ორთქლავდა და დაორთქლილ მინაზე თითით ხატავდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს აქამდე არასოდეს ენახა ასეთი მოკაშკაშე ვარსკვლავები. ისინი თითქოს ანას უცქერდნენ და ყურს უგდებდნენ. ანამ ხელის გულები ერთმანეთს შეატყუპა, თვალები დახუჭა და წაიჩურჩულა. ნეტავ დროის ფერიას შევხვდებოდე. სწორედ იმ დროს საათმა 11-ს ჩამოჰკრა. გოგონას ოთახი თბილი, ოქროსფერი ნათებით აივსო. ანა ფანჯარას მოშორდა და გაოცებისაგან გაფართოებული თვალებით ოთახისკენ შემობრუნდა. ოთახის შუაში, ჰაერში, პაწაწინა არსება ფრიალებდა. თითქოს მზის სხივებში აელვარებული თოვლივით ქათქათა ფრთები ჰქონდა და კისერზე პაწაწინა ყელსაბამი ეკეთა, რომელსაც საათის ფორმა ჰქონდა. გამარჯობა ანა, თქვა ფერიამ, ქარის ანზალაკებივით წკრიალა ხმით. აქ შენ მონათვრამ მომიყვანა. მე დროის ფერია ვარ, დროის ჯადოსნური მცველი. ანამ გაოცებით წამოიძახა. ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილი ხარ. ფერიამ გაუღიმა. დრო ნამდვილი ანა, მაგრამ მისი ჯადოსნობა ფაქიზია. ამაღამ მე შენი დახმარება მჭირდება. წამოხვალ ჩემთან ერთად. გახარებულმა ანამ საჩქაროდ დაუქნია თავი. ფერიამ ჯადოსნური ჯოხი შეარხია და წამში სამყარო ამოძრავდა. უეცრად ანა გიგანტური საათების, მობზრიალე გალაქტიკებისა და უზარმაზარი ქვიშის საათების მოელვარე სამყაროში აღმოჩნდა. ჰაერს ნაზი წიკწიკი ავსებდა, როგორც დროის მუდმივი სიმფონია. ეს დროის სამეფოა. აუხსნა ფერიამ ანას. ის სამყაროს ყველა წუთს ინახავს, წარსულს, აწმყოს და მომავალს. მაგრამ ახლა ამ სამეფოში რაღაცა ირია და ისე არაა, როგორც უნდა იყოს. მან გოგონას სამეფოს ყველაზე დიდ საათზე მიუთითა. საათის ისრები გაშეშებული იდგა. ოდესღაც ოქროსფრად მოციმციმე ციფერბლადს ფერი დაეკარგა. რა მოხდა? რა დაემართა? იკითხა ანამ. ახალი წლის წინა ღამით სამეფოს მთავარი საათი გაიბზარა და გაჩერდა. მიუგო ფერიამ. მისი მუშაობის გარეშე კი ახალი წელი ვერ დაიწყება. ამიტომ ადამიანების მომავლის იმედებიცა და ოცნებებიც ასევე გაშიშდება, როგორც ამ საათის უმოძრაო ისრები. ცოტაც და ფერია ტირილს დაიწყებდა. ანას გააჟრჟოლა. როგორ შეიძლება ამის გამოსწორება? იკითხა გოგონამ გაუბედავად. ფერიამ ანას პატარა ქილა მიაწოდა, რომელსაც ზედ ოქროსფერი ასოებით ეწერა. სასიხარულო მომენტები. ქილაში მბზინავი მტვერი ვარსკვლავებივით ელვარებდა. ეს მტვერი ადამიანების ყველაზე ბედნიერი მომენტებისაგან შეიქმნა. იმ სიხარულისაგან, რომელიც მათ სიკეთის კეთებამ, სიყვარულმა და ბედნიერებამ მიანიჭა. თუ შენ, ადამიანი, ფრთხილად მიაბრქვევ ოქროსფერ მტვერს საათს, ვნახოთ, იქნებ ამან შეძლოს და უშველოს მას. ანა და ფერია საათთან მიფრინდნენ. ანამ ფრთხილად გახსნა ქილა და საათ ფაქიზად შეაფრქვია ქილაში დაგროვილი ოქროსფერი სიხარული. არაფერი მოხდა. ოქროსფერი მტვერი ჰაერში გაიფანტა. მაგრამ უეცრად საათ ძველებური ელვარება დაუბრუნდა. ისრები აჭრაჭუნდნენ და თითქოს ამოძრავებას ცადეს, მაგრამ ამაოდ. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დროის საათის ამუშავებას სიხარულზე მეტი რამ უნდა. სიმამაცე და კეთილი იმედი სჭირდება. თქვა ფერიამ სევდიანად. ანა დაფიქრდა. იდეა მაქვს. მან თვალები მაგრად დახუჭა.
და იმ ყველაფრის ჩურჩული დაიწყო, რისი იმედიც გულში ჰქონდა კარს მომდგარი ახალი წლისთვის. მეტ სიცილს და ბედნიერ წუთებს მოელოდა თავის ოჯახთან ერთად. იმედი ჰქონდა, რომ არავის აწყენინებდა და არავის ატკენდა გულს. დაეხმარებოდა დედას და ბებოს საშინაო საქმეებში, ეთამაშებოდა პატარა ძმას. სკოლაში მეტად მოინდომებდა სწავლას და ბევრ წიგნს წაიკითხავდა. კიდევ ბევრი სანუკვარი ოცნებას ჩასჩურჩულა ანამ საათს და სანამ ის ჩურჩულებდა, საათს სულ უფრო და უფრო ემატებოდა ბზინვარება. უეცრად წიკ-წიკი გაისმა, წიკ-წიკ-წიკ და საათის ისრები ადგილიდან ზანტად დაიძრნენ, თანდათან აჩქარდნენ და მწყობრად დაიწყეს ტრიალი, სანამ შუაღამის 12-ს არ მიუახლოვდნენ. უსასრულო დროის სამეფო ყველაფერის ფოიერვერკებით აინთო და ცის თაღზე თავბრუ დამხვევი ნახატები გამოისახა. შენის შეძელი. წამოიძახა ბედნიერმა ფერიამ. შენი წყალობით ახალი წელი დაიწყება. ანა სიხარულისაგან სახე გაუბრწყინდა. მაგრამ ეს მხოლოდ მე არ მიქნია. ადამიანების სიკეთე, სიმამაცე და იმედი დამეხმარა. ფერიამ ხელი გაიწოდა და ანას ხელზე სულ პაწაწინა ვარსკვლავი დაუდო. შეინახე, რათა გაგახსენოს, რომ დროის ჯადოსნობა იმ მომენტებისაგან შედგება, რომელთაც თავად შენქმნი. ჭკვიანურად გამოიყენე ის. ჯადოსნური ჯოხის ერთი მსუბუქი აქნევით ფერიამ ანა თავის ოთახში დააბრუნა. სახლში, სადაც ფოიერვერკების ბათქაბუთქი და მხიარული ყიჟინის, ნაცნობი და საყვარელი ხმები ისმოდა. ანამ თითქოს არაფერი მომხდარიყო, შეუმჩნევლად გახედა საათს. საათის ისრები ზუსტად 12-ს უჩვენებდა და აქა-იქა მიმობნეული ოქროსფერი წინწკლებით ციმციმებდა. როცა მოგვიანებით, ზეიმის შემდეგ ძილის დრო მოვიდა, ანამ პაწაწინა ვარსკვლავი გულში ჩაიკრა და საბანი დაიფარა. ეს მისი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური ახალი წლის წინაღამე იყო და გოგონა მზად იყო ახალი წლის წიგნივით გადაშლილი ცარიელი ფურცლები ისეთი წუთებით შეევსო, რომელთა გახსენებაც მთელი ცხოვრება ეღირებოდა.